უთანხმოებები იარსებებს, იმიტომ რომ ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას სჭირდება მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობა და ის ვითარება, სადაც პოლიტიკური ტემპერატურა არ არის ისე, როგორც ქართული ოცნების პირობებში. დღეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ლეგიტიმაციის კრიზისია, სადაც არსებობს ბევრი გადაუჭრელი საკითხი, თუმცა ჩემთვის ყოველთვის ყველა შეხვედრაზე, რომელიც შედგება ქართულ ოცნებასა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შორის, იქნება მარტივი საკითხი. დავით გარეჯი ისევ საქართველოა თუ არა? ანუ ამაზე რატო არავინ არ საუბრობს? როგორც ჩანს, თემა დახურული ან დაპაუზებულია, ეს აქტუალური იყო ერთ კონკრეტულ 2020-ის არჩევნებისთვის. აქტუალური იყო, რომელიც ეყნობოდა ტყუილს, მაგრამ ყოველჯერზე მე გავახსენებ, იმიტომ რომ ამის გამო უამრავ ადამიანს, უამრავ ჟურნალისტს, უამრავ პოლიტიკოს მიაყენეს შეურაცხყოფა, როცა ვამბობდით ჩვენ მაშინ, რომ ეს იყო მხოლოდ პროპაგანდისტვის ნაწარმოები. როდესმე თუ ამოიღეს ხმა და კიდევ ერთხელ თუ თქვეს, გაიმეორეს ალიევთან, რომ დავით გარეჯი საქართველოს თუ არა და გადაჭრეს თუ არა ეს პრობლემა, რომელიც ნამდვილად პრობლემაა საბჭოთა კავშირიდან გვერგო და მე არ ვამბობ ამას, რომ ქართული ოცნების ბრალი ან ივანიშვილის, ან სააკაშვილის, ან შევარდნაძის არა, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი პრობლემაა, მაგრამ ისე გარეჯი საქართველოს ამ კამპანიით მთელი არჩევნებით, მათ შორის ორი პატიმრობა მოყვა. ყოველთვის გავახსენებ მათ ამას, რომ ეს იყო პროპაგანდა და სამწუხაროდ დღეს ეს პრობლემა ისევ გადაუჭრელია. რაც შეეხება ვიზიტს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობას საქართველოში. ერთადერთი რამ, რაც მე დღეს დამრჩა, სხვა საჯაროდ არაფერი არ თქვა, დამრჩა განცდა, რომ როგორც ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ზუსტად იგივეა დღეს ივანიშვილისთვის კობახიძე. კადრებმაც კი გააშიშულა, დეკონსტრუქცია გაუკეთა მთლიანად ქართული ოცნების ძალაუფლებრივ ვერტიკალს, სადაც არავინ ივანიშვილის გარდა არაფერს არ წარმოადგენს. შემდეგ წუხან ხოლმე ხო რატო არ ლაპარაკობთ კობახიძეზე, როგორც მთავარ მიზანზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კობახიძე არის მუდმივი ცვლადი, ჩანაცვლებადია, როგორც იყო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები. დღეს ჩვენ ვნახეთ ალიევი და აქტიურად ეს თქვა ჩანაცვლებად თანამდებობა პრემიერის რომელიც მიდიოდნენ წინ და უკან კუდამოძუებული მისდევდა, მიჩანჩალებდა სინამდვილეში ქვეყნის პირველი პირი. ამ ვითარებაში უბრალოდ დეკონსტრუქცია მოხდა იმ ძალაუფლებრივ ვერტიკალის, რაზეც დგას ქართული ოცნება. ივანიშვილი ფინანსები რა შეიძლება ყოფილიყო შეხვედრის მთავარი თემა, რატომ გეკითხებით, გამოითქვა ვერსია რომ შესაძლოა შეთანხმების საგანი სამომავლოდ იმდენჯერ იყო ინვესტიცია ნახსენები, როგორც ჩანს ახალ პროექტებსაც შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ანაკლიის თემა. ამასთან დაკავშირებით თქვენ რაიმე დამატებით ის თქმა თუ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს პროექტი არ არის უცხო თქვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ თქვენ ლიდერების მოდიან სწორედ ანაკლიის პროექტიდან, ამ პროექტიდან და შემდეგ ასე ვთქვათ, სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდნენ ისინი პოლიტიკაში. ანაკლიის პროექტი არათუ უცხო არ არის, მე ვფიქრობ, რომ დაკავშირებულია პერსონალურად მამუკა ხაზარძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. არა, იდეა 10 წლეულების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მისი განხორციელების პირველი ქმედით ნაბიჯები დაკავშირებულია ლელოსთან, მამუკასთან და ბადრისთან. მის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსებმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ფრაზად ნათლად აღწერს მთელს პროცესს, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. თუმცა ვიტყვი რომ ეს ჩვენ არ მოგვისმენია, ჩვენ ვიცით მამუკას მონათხრობი ამ შეხვედრის. დიახ, ოღონდ არც უარყოფა არავის არ გაუკეთებია. არავის უარყოფა არ გაუკეთებია შეხვედრაზე რა უნდათ ამერიკელებს. დიახ. და ეს მთელი ფრაზა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ხსნის ანაკლიის პორტის ჩაშლის გეგმას. თუმცა დღეს ვითარება შეცვლილია და ჩვენი მთავარი პოზიცია არის ის, რომ ანაკლია უნდა გახდეს ქართული სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი ეროვნული პრიორიტეტი, ნომერ პირველი საერთაშორისო პროექტი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანას მოუტანოთ უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკული დივერსიფიკაცია. ამ სამი მიმართულებით, რომელიც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოს და სხვა რეგიონებს. ეს არის ივანიშვილის ხელში ახლა მთავარი გასათამაშებელი კარტი? შესაძლებელია, მათ შორის ამერიკელებთან ურთიერთობა. შესაძლებელია და ერთადერთი ცხადი რაც არის, რომ ანაკლიის პორტის აშენება წარმოუდგენელია რუსული ჩართულობით და წარმოუდგენელია ჩინური ჩართულობით, თუ მას ძალიან დიდი გავლენა ექნება. ჩვენ ვამბობთ, რომ
რომ ეს არ არის ბიზნეს პროექტი. არც მამუკა ხაზარის ბიზნეს პროექტი, არც არავის ბიზნეს პროექტი. ეს უნდა იყოს ეროვნული მნიშვნელობის და ღირებულების პროექტი, რომელსაც უნდა მიენჭოს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი, თავის მხრივ მასში მონაწილეობა უნდა იყოს განსაზღვრული პირველ რიგში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში შესაძლებელია იყოს მაგალითად ჩინური ინვესტიციის წილიც, ოღონდ არაწამყვანი. ეს უნდა იყოს პირდაპირ ბმაში უსაფრთხოებასთან. მათ შორის ხაზი და უნდა გავავლოთ და დავინახოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი შეიძლება თუ არა აზერბაიჯანი იყოს ის ქვეყანა, რომელიც შემოვა ანაკლი, აი ჰიპოთეტურ დონეზე, ვარაუდის დონეზე, მაგრამ გარკვეული რისკების ან ვთქვათ დასაბალანსებლად ხელისუფლებისთვის ჩათვალონ, რომ აზერბაიჯანი არის ის ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ვთქვათ რაღაც დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდეს. შესაძლებელია, ყველა ვერსია შესაძლებელია, თუმცა გვესმის, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც და ყველა ჩვენი მეზობელი, მათ შორის შორეულ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენთვის შორეულ ახლო აღმოსავლეთში, ყველა დაინტერესებულია ანაკლის სპორტის მშენებლობით. იმიტომ რომ ამ ქვეყანას მოაქვს უსაფრთხოების, ამ პროექტს მოაქვს უსაფრთხოების გარანტიები, ამ პროექტს მოაქვს ეკონომიკური განვითარება, ამ პროექტს მოაქვს ენერგეტიკული დივერსიფიკაცია. ამიტომ რა თქმა უნდა აზერბაიჯანი, რომელიც არის მომპოვებელი სახელმწიფო ნავთობის დიდი მარაგები გააჩნია, დაინტერესებულია რომ შავ ზღვაზე არსებობდეს ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც არის მისი მეზობელი ქვეყნის მფლობელობაში, განკარგულებაში და გამოიყენებს თავადაც. რა თქმა უნდა ეს აინტერესებს სომხეთსაც და ყველას საერთოდ. ამიტომ მათი ინტერესის გამოხატვა იქნება ეს პოლიტიკური ინტერესი, იქნება ეს რეგიონალური თანამშრომლობა, იქნება ეს ფინანსური ინვესტიცია, რა თქმა უნდა შესაძლებელია არსებობდა პირიქით ამ პროექტის ღირებულებას ხაზს უსვამს, რაც ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობდით. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პროექტის ლოკალურად განხორციელება ჩვენ არ მოგცემს უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტს აქვს დიდი დაცვითი ფარი. აი როგორც ისრაელს აქვს თავისი ფარი დაცვის თავისი ქალაქების და სახელმწიფოს, ესე შესაძლებელია ანაკლია გახდეს ფარი საქართველოსთვის, რომელიც დაიცავს აგრესიისგანაც, სიღარიბისგანაც და მათ შორის ენერგეტიკული შეიძლება თუ არა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც იყო უშუალოდ ანაკლიაში ჩასული, ალიევის ვიზიტი, არ ვიცი, ცოტა ხნის წინ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოფრინდა, რაღაც ამ ყველა ამ მოძრაობაში ან მომავალ კვირა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი, ეს იყო TV პირველის ინფორმაცია მაყურებლისთვის განვარტავ, თუმცა ასევე ოცნების სპიკერები ამბობდნენ, რომ აპრილის შუა რიცხვებში არის მოსალოდნელი ვიზიტი შეერთებული შტატებიდან. ეს ყველაფერი იყოს ერთიანი ჯაჭვის ნაწილი და ის სწორედ ანაკლიას ან საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციას და ასე შემდეგ ამ თემებს უკავშირდებოდეს. შესაძლებელია, თუმცა გამიჭირდება ნაკლები ინფორმაციის პირობებში ამაზე დარწმუნებით ვისაუბროთ. ჩვენ ლელომ იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას. ჩვენ ვიცით რა ჭირდება ქართულ ხალხს. და შესაბამისი გეგმაც აქვს ლელოს, რომელშიც რა თქმა უნდა ანაკლის პროექტს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ისევ ამბობ, არა როგორც ბიზნეს პროექტს, არამედ როგორც ეროვნულ პროექტს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ძალიან მნიშვნელოვან გამოიყენებს თუ არა ამ ερოვნულ პროექტს ახლა ივანიშვილი თავისი ურთიერთობების დასალაგებლად, მათ შორის შტატებთან, პარტნიორებთან. შესაძლებელია, თუმცა ჩემი პოზიცია არის და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მის განხორციელებას ჩვენ ცუც ვერაფერს ვერ ხედავთ. მათ შორის ზღუდწრფელად უნდა ითქვას, რომ თუ რიგ ოპოზიციურ ლიდერებს ან პარტიებს გონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაგალითად სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ცუდია, ვიღაცებს ესე გონიათ, რომ ამაში კატასტროფას ხედავენ. ეს მოსალოდნელია ახლო მომავალში. შესაძლებელია იმ შემთხვევაში, რა ხეირი შეიძლება ნახოთ შიდა პოლიტიკურ ბაზარზე. ხეირს ნახავს ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო და ეს არის ყველა თითოეული პოლიტიკოსის мотиваცია, წესით უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, შენ ოპოზიციაში ხარ, ხელისუფლებაში, კოალიციურ მთავრობაში თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ესე უდგებით, პროცესს, რა ჭირდება საქართველოს. მათ შორის რომ შეწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან, ამ შემთხვევაში არა საქართველოს, არამედ ქართულ ოცნებასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამით ვინმე მოიგო?
ამ შემთხვევაში პირიქით ერთადერთი ფარი, დამცავი მექანიზმი, გარანტია, რაც ჰქონდა ან არასამთავრობო სექტორს, ან მათ შორის მედია სექტორს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ისიც კი მოიშალა. იმიტომ რომ კონტროლიდან გავიდა ივანიშვილი. კონტროლი დაკარგა საერთოდ და ეს მძიმე ძალადობა ქართულ სახელმწიფოზე არის უფრო და უფრო ძაფრი. ამიტომ ვამბობთ, რომ ხო, სტრატეგიული პარტნიორობა იმას კი არ ნიშნავს, ქართულ ოცნებას ეპარტნიორებიან. ქართული ხალხის ნებაზე, ქართული ხალხის ძალისხმევაზე ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის ევროკავშირი არ ამბობს უარს არასდროს. მაგალითად, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მე მათ პროპაგანდისტულ არხებს ძალიან ხშირად ვუყურებ და ვცდილობ დავინახო. მაგალითად, თეა წულკიანი გამოდიოდა და ამბობდა, რომ თურმე ახლა გაახსენდა, რომ ევროკავშირს და ამერიკელებს ძალიან დიდი ინვესტიცია აქვთ ამ ქვეყანაში. ქველმოქმედება, ინვესტიცია ის კი არა რომ რაღაც ჩადეს და წაიღეს. არა, 10 წლეულების განმავლობაში ქველმოქმედება აქვთ, ნაწარმოები. ახლა გაახსენდა. კი ბატონო, ირაკლი, გეთანხმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა კარგი იქნება ქვეყნისთვის, თქვათ, რეპრესიული წნეხს თუ შეამცირებს შიგნით და ბევრად უფრო ადეკვატურს გახდის ხელისუფლებას, თორემ არა უარეს, მაგრამ როცა პოლიტიკური სტრატეგია პარტიების არის აწყობილი არაღიარებაზე, არალეგიტიმურობაზე და აი ესე მიწოვლით რაღაც ჩამოშლის მოლოდინზე, აი ამ სტრატეგიაში რა ტიპის დისონანს შეიტანს დალაგება მაგალითად შეერთებულ შტატებთან, თუნდაც კონკრეტული ეკონომიკური პროექტების მეშვეობით. ის რომ ქართული ოცნება მიგვაჩნია ლეგიტიმურ კრიზისში მყოფ დე ფაქტო ხელისუფლება და ეს ფაქტობრივი მოვლენაა. ამის გამო ჩვენ ლელო არ გადავდგით ნაბიჯი და არ შევედით საქართველოს პარლამენტში. წავედით ბოიკოტის გზით. ცუდი, მაგრამ მე ვიცი თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ ჩვენც უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა, რომ ვერ მოვახერხეთ ხმების დაცვა, შემდეგ ქართულ ოცნებასაც უნდა ეგო პასუხი იმ დანაშაულებრივი სტილისთვის, პოლიტიკისთვის, არჩევნების მიტაცებისთვის, ძალაუფლების მიტაცებისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ. ამიტომაც გადავდგით ეს ნაბიჯი. ამას უცნაურს და გაუგებარს ვერაფერს ვხედავ. თუმცა რიგი ოპოზიციური აქტორების მხრიდან წარმოდგენა, როცა ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებიან და რას ეუბნებიან? ეუბნებიან, რომ აი ბიძინა ივანიშვილო, შენ ახლა გადმომაბარე მე სუსიც, ცესკოც, ყველაფერი თუ ოღონდ გადმომაბარო უნდა, ეს უნდა გადაწყვიტო. შემდეგ მოვალ ხელისუფლებაში და დაგიჭერ. ანუ ეს არის რიგი არა, შენ ჩემოდანი ჩაალაგე და გაიქეცი და არჩევნებს მე ჩავატარე. თუ გაქცევის სცენარის მომხრე კიდევ ძალიან ცოტა უფრო რადიკალური პროცესის მხარდამჭერები არიან, რომ გადმოგვაბარე პროცესი მთლიანად, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ, მოგიგებთ და შემდეგ დაგიჭერთ. ეს ხელისუფლებები არ იცვლება, მათ შორის არც ავტორიტარული ხელისუფლებები არ იცვლება. შევარდნაძის ხელისუფლება არ იყო დემოკრატიული ხელისუფლება, თუმცა მასაც ჰქონდა რიგი კომუნიკაციის შესაძლებლობა მაშინდელ ოპოზიციასთან და ედვარდ შევარდნაძე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში, კრწანისის რეზიდენციაში, სახელმწიფოს მიერ მიცემულ რეზიდენციაში. ეს არის თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკის გაჯანსაღება, ისეთი გარდამავალი პერიოდის შექმნა, მე მაგალითად საერთოდ არ მიხარია, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტები ხდებიან სისხლისამართლებრივი დევნის მსხვერპლი. თან ხო, გამოგონილი მიზეზებით, ხან პიჯაკებით, ხან ძიმე ბრალდებებით 7 ნოემბერზე და ასე შემდეგ. ბევრ რამეზე კამათ შეიძლება, მაგრამ ასე სადაც ისე მურუსის სასამართლოა, ქვეყანა ღარიბდება, ამ დროს მდიდრდებიან მხოლოდ ერთეულები, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები, გადავხედოთ მათ შემადგენლობას, დღეს ფასებზე რო ლაპარაკობდნენ, კვერცხი ისევ გაძვირდა ამასობაში, 3 ლარს გადაახტა საწვავი, ელექტროენერგიის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. 5 თეთრით ელექტროენერგიის ღირებულების გაძვირება რეალურად ეს 5 თეთრი ყურში არ ისმის. ანუ თითქოს არ გვხვდება მკვახეთ 30%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის ღირებულება იმ ქვეყანაში, სადაც 9 მილიონი ბავშვი შიმშილობს. 9 მილიონი ბავშვი არის უკიდურეს სიღარიბეში, დიანა. 9 მილიონი ბავშვი ამ ქვეყანაში არის სოციალურად დაუცველი და უკიდურეს სიღარიბეში ითვლება ისევ ამათი სტატისტიკით. რამდენი სოციალური დაუცველი ყავს? სოციალურად დაუცველებს ხო ძარცვავდნენ და ძარცვავენ ახლა. უფასო სასადილოებს ძარცვავენ, ჯარს ძარცვავდნენ, სკოლებს ძარცვავდნენ, ბაღებს ძარცვავდნენ. კალათს გამოვა და იტყვის, რომ არაფერი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ამ ამბავში. ანუ აბა რაზე აიღო, რომელ ქალაქზე აიღო პასუხისმგებლობა? თუ ბაღებზე არ აგებს პასუხს, სოციალურ სასადილოებზე, მუნიციპალურ პროექტებზე, კორუფციულ პროექტებზე არ აგებს პასუხს. აბა რაზე აგებს პასუხს? კი ბატონო, ირაკლი, თქვენი ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკური შეთავაზება
ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სალომე სამადაშვილი მყავდა და იმ დღეს სტუმრად, რომელიც ცხარობდა, რომ ეს ჩვენ ვინმე კონკრეტული პარტიისთვის კი არ შეგვითავაზებია, ეს იყო მოცემულ ვითარებაში ქვეყნისთვის შეთავაზება. თქვენი შეთავაზება ბოლო პოლიტიკური, ეს თქვა აქტიურობა ამ ხრივ იყო, როცა საუბრობდით დიალოგის აუცილებლობაზე, რასაც არაერთგვაროვანი, როგორც ყოველთვის გამოხმაურება მოხდა. აგვიხსენით ვის და ვის შორის დიალოგს, რა ფორმით, როგორ გულისხმობთ, ხელისუფლებას რამდენად ატყობთ ამ დიალოგის მზაობას, ანუ სხვა ოპოზიციურ მოთამაშეებს. დიალოგი, მოდი ეს დავყოთ საკითხი, იმისთვის რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. პირველი, ამ ქვეყანაში არსებობს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და მათ შორის საერთაშორისო ველზე ურთიერთობების კრიზისი არსებობს. ყველა კვლევის მიხედვით ამ კრიზისის არსებობას აღიარებს მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების სრული უმრავლესობა. ყველა აღიარებს, რომ კრიზისი არსებობს. კრიზისის გამომწვევი ორი მიზეზია. ერთი არჩევნების და ძალაუფლების მიტაცება და რწმენის დაკარგვა არჩევნებისადმი, მათ შორის ოპოზიციამ ბოიკოტით შეიტანა წვლილი შემდეგ უკვე არჩევნებისადმი რწმენის დაკარგვაში და მეორეს მხრივ არსებობს პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში და ეს ორი გამომწვევი მიზეზი. ერთი არჩევნების გაყალბება ქართული ოცნების მხრიდან და ძალაუფლების მიტაცება და მეორეს მხრივ პოლიტპატიმრები. ორი პრობლემაა. იმისთვის რომ კრიზისი გადაიჭრას, რაც არის გამომწვევი მიზეზები, ეს ორი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? თუ ჩვენ დავსხდებით და ვიტყვით, რომ შენ დაგიჭერ, შენ გაგაციმბირებ, შენ ჩამოგახჩობ. ისინი გვეუბნებიან, რომ პარტიას გაგიუქმებთ. ჩვენ შემოთავაზებაზე დიალოგის შესახებ თქვენს, რომ წავიდეს კუპრაძე და პროკურორებს ელაპარაკოს. ნიშნავს, რომ დასაჭერები არიან, ასაკრძალები არიან და ჩვენ მათ არ დავალაპარაკებთ. მათგან ჩვენ მზაობას ვერ ვხედავთ. თუმცა ჩვენი შეთავაზება არ მიემართებოდა იმას, რომ ქართულ ოცნებას ეგრევე კი ეთქვა. ვიცოდით, რომ არ იტყოდა კი, მაგრამ ამით რა გავაკეთეთ პირველ რიგში? ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უთხარით, რომ აი ეს კრიზისი, ქართული ოცნება დესტრუქციულია. ჩვენ ვამბობ და ვაკეთებთ იმას, რაც ჭირდება ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ივანიშვილი აკეთებს იმას, რაც ჭირდება მხოლოდ ივანიშვილს. ეს არის სხვაობა ჩვენ შორის. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისი ქვეყანაში არსებობს და ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი მეთანხმებიან ამაში. და ვეუბნებით, რომ კრიზისი უნდა გადავჭრათ, იმისთვის, რომ თქვენ სული მოითქვათ, ჩვენ ყველა მე სახელმწიფო, ქვეყანამ სული მოითქვას, ქვეყანას ჭირდება კრიზისის გადაჭრა. დიალოგის გარდა არ არსებობს, არ ერთი არის იარაღს თუ ვინმე აიღებს და ესხვის ერთმანეთს და ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვამბობთ ყოველთვის, რომ არჩევნების არის ერთადერთი სწორი გზა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება და ამიტომაც გამოვიყენეთ მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები. და მისი არ გამოყენება იყო შეცდომა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან. ჯიუტად, იმიტომ რომ მართლები ვართ, ამ პოზიციას დავიცავთ და არ გადაუხვევთ ჩვენ გზას. ორ გზას. თქვით რომ არჩევნებისადმი ბოიკოტმა არჩევნების რწმენის დაკარგვაში ამით ოპოზიციამ შეიტანა თავისი როლი. თქვენ შეიტანეთ თუ არა ბოიკოტის თქმით ამ რწმენის დაკარგვაში თქვენი წვლილი? ხო, საპარლამენტო ბოიკოტს გულისხმობ. საპარლამენტო ბოიკოტი. შესაძლოა, იმიტომ რომ მე მხვდებიან მოქალაქეები, რომლებიც ნაწილი ამბობს, რომ ხო, ჩემი ხმა უნდა ყოფილიყავი საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ძალიან ბევრი, უფრო მეტი, ბევრად მეტი ადამიანი, უმრავლესობა თulis რომ ეს იყო სწორი პოლიტიკური და მორალური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადება. იგივე უმრავლესობას სურდა თვითმმართველობის არჩევნებში შესულიყავით, მიჯნავს ამ ორ რამეს. არ ვიცი, რამდენად პირდაპირ ბმაშია და ეს წრეები ერთმანეთს რამდენად კვეთს, ეს კვლევა გულწრფელად გეტყვით, ეს კონკრეტული კითხვა არ მქონია, მაგრამ გეტყვით იმას, რომ კი, სრული უმრავლესობა ჩვენი ამორჩეულებისა მაშინ ამბობდა, რომ მორალურად და პოლიტიკურად საპარლამენტო ბოიკოტი იყო სწორი. იმიტომ რომ ამით ჩვენ დავაკისრეთ ქართულ ოცნებას პასუხისმგებლობა არჩევნების მიტაცებაზე და მათ შორის ჩვენ ავიღეთ ჩვენ წილ შეცდომებზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პარტიისგან ჩემი აზრით ეს დასაფასებელია, იმიტომ რომ თუ ვინმე დათმო საკუთარი პოზიციები არ გულისხმობ ხელფასებს და გულისხმობ იმუნიტეტს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი პოლიტიკოსი გადარჩებოდა უსამართლო ლეგალური პარტიის რჩენის შესაძლებლობა. შეიძლება თქვენ პარტიის შემთხვევაში მეტნაკლებად ეს საკითხი ასე აქტუალურად არ დგას, მაგრამ სხვა პარტიების შემთხვევაში ეს პირდაპირ შეიძლება ყოფნა არ ყოფნის. დიახ, ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს იქ ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი. განსაკუთრებულად ისევ და ისევ ვამბობ, სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ქონოდა დღეს პარლამენტის წევრთა უმრავლესობას ამ
შემთხვევაში ჩვენ ნახავდით, რომ უბრალოდ ამ უკანონო უსამართლო პატიმრობებს პოლიტიკური ლიდერები გადარჩებოდნენ. თუმცა არც არავის უკან არ დაუხევია, ჩემი პარტიის ლიდერები იყვნენ დაკავებულები, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა მათზე აღძრული და ასევე ჩემი ძმობილი და მეგობარი ვეფხია კასრაძე, რომელსაც ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ, ვასო კაძელაშვილი და სხვები, ალეკო ელისაშვილი, რომელიც წარმოადგენლები არიან. ჩვენი მიზანია. ალეკოს ხშირად გახსენებთ სხვათა შორის ხელისუფლება, რომ ეს ის გუნდია, რომელიც არ ემიჯნება ელისაშვილის ქმედებებს და ასე შემდეგ, ანუ პაპუაშვილი ამ ხრივ პაპუაშვილი რაღაც ძალიან მონდომებულია ლელოზე საუბრით ყოველდღიურად და ჩვენ ძალიან მარტივი პოზიცია გვაქვს იმ ნაწილში, რომ ჩვენ ვიყავით კოალიციური, საარჩევნო კოალიციური პარტნიორები, ალეკო არის კარგი ადამიანი, პატრიოტი ადამიანი, მე მარტივად ვიცი, მარტივი რამ ვიცი მასზე, რომ ის არის ტერორიზმის ბრალდებით პუტინის რუსეთისგან ძებნილი. დღეს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ჩემში არ იწვევს ნდობას. არც მურუსიძის სასამართლო იწვევს ნდობას და თუმცა თქვენი პარტიის განცხადება იყო ის კადრები, ის ბრალი, რასაც თქვენ ამბობთ, აი ეს თქვათ რა შეიძლება ეს არ არის, ახლა ბოლომდე არ არის პროცესი მისული, მაგრამ ის რაც ნახეთ, ის რასაც თავად აღწერდა, რა უნდა და იმ კონკრეტული საქციელით, თქვენი პარტიის განცხადება იყო ამის თაობაზე. ჩვენი პარტიის განცხადება იყო, რომ ფაქტობრივი მოცემულობა ჩვენთვის არ არის მისაღები, ასეთი არსებობის შემთხვევაში და არსებობს ნორმალური ადამიანისთვის ეს არ უნდა იყოს. არსებობს ვინმე ნორმალური ამ ქვეყანაში, ან მოქალაქე, ან პოლიტიკოსი, ვინც ზოგადად ფაქტს არ დაგვა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ ფაქტის ჩამდენი, ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ალეკო ელისაშვილია. მართლა არ ვიცი. არ ვიცი და არ ვენდობი რა თქმა უნდა გამოძიებას და თავად ყვებოდა ვთქვათ იმ კონკრეტულ პირველ ბრალზე რაც შეეხება მე სრულიად არ ვენდობი არსებულ გამოძიებას. ეს არის ჩემი პასუხი. არ ვენდობი მურუსიძის სასამართლოს, რომელმაც დახურა დიანას ხდომა. თქვენ როგორც ჟურნალისტი არ გაქვთ შესაძლებლობა შეხვიდეთ დარბაზში და არათუ ჩაიწეროთ, გადაიღოთ და ასე უბრალოდ მოისმინოთ. კი ბატონო, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა დავუბრუნდეთ ბოლოს, ესე იგი მინდა კითხოთ დიალოგთან დაკავშირებით არანაირი შემოხმიანებას არც პოლიტიკური შემოხმიანება იყო და პასუხი იყო საკმაოდ უკმეხი, რომ ლელოსთან, რომელიც არის ასაკრძალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ არანაირ დიალოგს არ ვაპირებთ, წავიდნენ და ელაპარაკონ პროკურორებს. ანუ ისევ დაგიჭერთ, აკრძალავთ ასე. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით არის ურყევი, უცვლელი, ამით პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვეუბნებით, რომ ქვეყანაში კრიზისი არსებობს, ჩვენ გვინდა რომ კრიზისი გადაიჭერს ამ ქვეყანაში, თქვენ გადარჩეთ, ფასები დასტაბილურდეს, ეკონომიკური წინსვლა იყოს, საერთაშორისო პარტნიორობა აღვადგინოთ, ევროინტეგრაციის პროცესი აღვადგინოთ და ეს არ უნდა ქართულ ოცნებას და ივანიშვილს. ივანიშვილს უნდა სიღარიბეში ჩატოვოს ეს ქვეყანა და ჩატოვოს იზოლაციაში.